გამარჯობა, მოგესალმებით. მე სალმები ჩვენს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, მე გოჩა თევდორაძე ვარ და თქვენთან ერთად დღეს ვისაუბრებ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. ძირითადი თემა ისევ ის საკითხები იქნება თავისთავად, რაც ევროკავშირის მიერ რა განცხადებაც ვნახეთ. პირველ რიგში ევროკომისიამ რომ 8 პუნქტიანი მოთხოვნები გამოუგზავნა ჩვენს ხელისუფლებას და შემდეგ უკვე ამას დაემატა კიდევ ის რომ ევროპარლამენტის საიტზე აიტვირთა ოფიციალური განცხადება ევროპარლამენტის, სადაც ხელისუფლებას პირდაპირ უთხრეს რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს, რომ ავტოკრატიული მმართველობა გვაქვს ქვეყანაში და რომ ამ ხელისუფლებას არ ცნობს ევროპარლამენტი. აი ეს თავისთავად ცხადია ძალზედ მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე სიტუაციაში აგდებს ქვეყანას. დღეს ხელისუფლებას მართებს ძალზედ დიდი გამჭრიახობა იმისათვის, რომ ამ პრობლემებიდან ქვეყანა გამოვიყვანოთ, რომელ პრობლემებშიც დღეს არის. რას ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საპასუხოდ? ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საპასუხოდ ჩვენ ვისმენთ იმას, რომ რეალურად არაფრის შეცვლას არ აპირებენ, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და გვეუბნებიან, რომ დღეს ევროკავშირი ჩვენი მტერია, ევროკავშირს სურს, რომ ჩვენ დაგვამონოს, ჩვენი სუვერენიტეტი წაგვართვას, რომ კაცები გათხოვდნენ და ასე შემდეგ რაღაც ისეთ საოცრებებს ვისმენთ, რომელიც ვისზე უნდა ზემოქმედებდნენ აი ამ ესეთი განცხადებებით, თვითონ ხელისუფლების მომხრე ტელევიზიები, იმედი, რუსთავი 2, ეს ტელევიზიებიც იგივე ეს პოპულარიზაციას აკეთებენ ამ თემებისას, რომ თითქოს და აი ევროკავშირი ჩვენთვის არაფერია. გუშინ პრემიერის განცხადებაც ნახეთ, რუსთავი 2-ის ეთერში იყო და ხანგრძლივი ინტერვიუ იყო მასთან და ისეთ საოცრებები მოვისმინეთ, კაცო. ეხლა არ ვიცი რომ ვინ უნდა მიიღოს ეს ნორმალური განცხადებებად, როცა აქამდე ასოცირების ხელშეკრულების დადება ევროკავშირთან, ვიზა იმეთ რომ ეს იყო მიღწევა, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი რომ დადებითად გადაწყდა ვიზა იმეთ ეს და მთელი ქვეყანა ესე შევხვდით ემოციებით და მართლაც მიღწევა არის ეს რომ შეგვეძლო გადაადგილება ევროპაში ვიზოთ. მით უმეტეს, როდესაც ემიგრაციაში გვყავს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ძირითადად ევროპაში ეს იტალია, საბერძნეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებშია ბევრი წასული, რავი, აბა ისრაელში გვყავს. მოკლედ ქვეყნის გარეთ არის ძალზედ დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა წასული, რომლებიც ოჯახს არჩენენ და ამაზე არის დამოკიდებული. ფაქტობრივად ბიუჯეტის გარკვეული ნაწილიც დიდი ნაწილი ივსება იმ თანხებით, რომელიც იგზავნება საზღვარგარეთიდან აქ ოჯახებისათვის და ეს თანხები იხარჯება შემდეგ უკვე სხვადასხვა საჭიროებებზე, იდება ძირითადად ალბათ კვების პროდუქტებში, სამედიცინო სფეროში და სხვადასხვა თუნდაც უძრავ ქონებაში და ძალზედ მნიშვნელოვანია ეს თემა, მაგრამ გუშინ რა გვითხრეს ახლა ჩვენ? გვითხრეს ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას თურმე უარყოფითი მხარეებიც ქონია, ამან გამოიწვია მიგრაცია ჩვენი მოსახლეობის და მიგრაციის გამოწვევამ დაგვაზარალა იმ კუთხით, რომ ეს მუშახელი იქნებოდა ქვეყანაში და ეს ჩვენს ეკონომიკას წინ წაწევდა. ხალხო, აქ რომ ადამიანები სამსახურს ვერ პოულობენ, აქ რომ ადამიანებს პერსპექტივა აღარ ქონდა, ამიტომ არიან წასული ამ ქვეყნიდან. ამიტომ არიან გადადებული, რომ ვიღაც მოხუც სულის, ვიღაცას ღირსეული სამსახური აქვს, ვიღაცას არ აქვს ისეთი სამსახური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგუება ამას, რომ ოჯახს რაღაც 2 კაპიკი ფული გამოუგზავნოს, ოჯახი შეინახოს და მისი შვილებისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის რაღაცნაირად შექმნას მომავალი ცხოვრება ცოტა გაიოლებული. და გვეუბნებით, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ გამოიწვია ეს მიგრაცია, თორე ვერ წავიდოდა ეს ხალხი. თურმე დაბრკოლდებოდა და ვერ წავიდოდა.
ხან მეორე მხრივ გვეუბნებით, რომ აი ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა არაფერ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რა მნიშვნელობა აქვს ვიზის გარეშე პირდაპირ წავიდოდით თუ რიგებში დადგომა მოგვიწევს და ვიზას ისე ავიღებთ და წავალთ. ხომ იცით, რომ ამ რიგებში დადგომით ჯერ დრო იკარგება, შეიძლება ვიღაცას ისეთ საშური საქმე ქონდეს, აი თუნდაც ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომ სასწრაფოდ გადაფრენას ითხოვს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და ამას ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ვიზა არ ექნება. არის სხვა საკითხებიც ისეთი სხვა თემები, თუნდაც აი ვისაც შედარებით დალხინებული ცხოვრება აქვს და სხვა ქვეყანაში დასასვენებლად მიდის, სხვას რომ ყველაფერს დავიდავანებოთ. ისინიც ხომ აი ვიზის ლოდინში მათ დასვენება თუ უჯდებოდათ რაღაც N თანხა, უნდა დაუჯდეთ M და ორჯერ N თუ რა ვიცი რაღაც მეტი თანხა, იმიტომ რომ ვერ მოაღწინასარ თუ არ იციან ვიზას აძლევენ თუ არ აძლევენ, ვერ მოხდება მათგან დროულად დაჯავშნა, სასტუმროსი და სხვადასხვა ისეთი საკითხების ფრენის ბილეთების და იცით რომ ამ ბილეთებს ხალხი ჩასაფრებულია, როდესაც გაიაფთება ბილეთი, მაშინ იღებს და ასე შემდეგ. მოდი, მე არ მინდა რომ ესე მონოლოგის სახით ვისაუბროთ, მარტო გვაქვს დრო იმისათვის რომ ბევრ საკითხს შევეხოთ, ამიტომ ზარია ეთერში და შემოუშვათ. გისმენთ ბატონო. გისმენთ, იქნება თქვენს ტელევიზორს ჩაუწიოთ და უფრო გაიგონებთ თქვენს და ჩვენც მივიღებთ ინფორმაციას. ალო. გისმენთ. გამარჯობა ძუნწო. გამარჯობა. ამთავრობად არტემი ისეთი არგუმენტებია, რაც ევროპასთან კავშირი მოგინდა და რაც არა მისაღები, ამას დილემად ხეთები აკეთებენ, დილემად არა მაგალითად ჯეიმსების მისაღები ჩვენ. ამიტომ თუნდაც ჩვენ ასეთი ქვეყანა ყველაფერში გეთანხმება და ყველაფერი ზიანა საჭიროს ჩვენთვის, რაცა იმათ ხალხდაგიწევს. აქ უნდა ცოტა დიპლომატიურად უნდა ისეთი ინფორმაცია ჩვენი სამთავრობო არ მოიგია საქართველოსო და მე ამაზე ვარესკე არ მინახიათა. ესენი აიმიჩელი თუ არიან ასე კარგად თუ აძრონებენ ჩააგარნო ხელახალი არტემი მომხრეები ყავენ ამდენი ჩვენ მაინც გაიმაგდეს რომ გაგერის კოდახიძე. არტემი ესედა თუ გაიმაგდეს საზრინიოჩად დადეს მაგის არა ყენიმისი შანსი რო გაიმარჯვე. როცა გიგავიან ასე გამარჯვება, რა არის ამაზე უღეთესია. რაზე ანერგიულს სოფლიოს და საქართველოს ხალხს. მე პატარა კი არ ვარ, 86 წელი გადაცემებული მაგრამ უბრალმა აზროვნება დამეწევა. მადლობა თქვენ. გეთანხმებით, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, საღაც ვსჯელობთ, აზროვნებთ და მართლაც ხელისუფლებას გონიერება თუ ეყოფა, ქვეყანაში დღეს ვხედავთ ჩვენ რომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. ეხლა კრიზისი არა გვაქვს თუ ვიტყვით, აბარ სხვა რა ქვია იმას, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შენთან პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა, როდესაც ევროკავშირი სრულად გეუბნება რომ არ გცნობს როგორც ხელისუფლებას და მოთხოვნებს გიგზავნის, ამ მოთხოვნებში არის ისეთ საკითხები, აი ხელისუფლება არ გვიმხელს სრულად იმ 8 პუნქტს, მაგრამ ჩვენ ქონდა იმის საშუალება, რომ ეს 8 პუნქტი მაინც დაახლოებით მიგვეღო ინფორმაცია ამ 8 პუნქტში რაწერია, ამაზე ვისაუბრებ კიდე ზარია ისევ ეთერში და შემოუშვათ. გისმენთ. გთხოვთ დაიცადოთ. გაგვეთიშა და აი ეს 8 პუნქტი ხელისუფლება რომ გვეუბნება რომ მხოლოდ ოჯახურ ღირებულებების შესახებ
კანონზე არის საუბარი და ამ კანონის გაუქმებას გთხოვენ და გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გთხოვენ LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომ ესეთ დამოკიდებულება არ გქონდას და მეტი არაფერი. არ არის ეს ასე. სულ სხვა იქ მოთხოვნები, არავინ არ ითხოვს პირდაპირ კონკრეტულად, რომ ჩვენთან ახლა ქალს ქალი არ ერქვას, კაცს კაცი არ ერქვას და კაცი გათხოვდეს და ქალი ქალზე დაქორწინდეს, ზარია ისევ ეთერში შემოვუშვათ და გავაგრძელოთ საუბარი. გისმენთ? ხო, გამარჯობა, ბატონო გოჩა, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენი ხარდამჭერი ნიჭვის ხეობიდან. სასიამოვნო. რა ლიბერალიზაციაზე ლაპარაკი, როცა გაქანებული ფეოდალიზმია საქართველოში. ამ ბატონებს ჩოხა ახალუღი გააძლია, ჩოხა ახალუღი ჩავაცვათ პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი და ესე იგი ულუაშები გაუშვან და სუფთა ფეოდალები არიან. როცა 15,000 ინიშნავენ 20,000 და ვერ გამაძღარა რამდენი ხალხი მშიერია, რავი ლიბერალიზაციაზე ლაპარაკი. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს ჩვენ რევოლუციები და რაღაცა 1000 მამაცაღლობა არ გვინდა ისეთ პატარა ერი ვარ და ერთმანეთს უნდა შეურიგდეს, მაგრამ მეორე ამბავია, რომ კონსტიტუცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აი ეს მუხლი საცა ესენი მოდიან 4 წელი და მე 12 და 30 წელი უნდა ყოფნა. თქვენი სამადობით, თქვენი პარტიის სამადობით გავაკეთოთ კარგი აქცია, ჩემნაირება უბრალო ხალხი შეუგროვდეს და მოვითხოვოთ, რომ კონსტიტუციაში შეუდგეს ცვლილება, 4 წელიწადზე მეტი თუ კაი მთავრობა იქნება 8 წელიწადი 2 არჩევანზე მეტი არც ერთი მთავრობა არ იყოს. აი მაშინ გამოსავალი რაღაცას ბეხენ. თუალეთ ესენი არც დამცველები არ არიან. 8 კიდევ ვილაპარაკეთ 4 წელიწადი, კიდევ ვილაპარაკეთ ბევრს და ესენი იქნებიან გაიხანგრძლივებენ ცხოვრება, აპირებენ 30 წლამდე ყოფნას ხელისუფლებაში, ხალხი გაიქცევა, გაუბედურდა ყველაფერი. ქვეყანას პატრონი არ აკავს, ხო ხდებით ბატონო გოჩა. ოღონდებით აი ამას ფეოდალიზმია საქართველოში. დაჩაგრულია ხალხი, გაუბედურებულია. ქართული რასაც უნდა იმას აკეთებენ. ხელფასებს თვითონ ინიშნავენ. ყველაფერს აკეთებენ თვითონ. ხელისუფლებაში რომ მოვლენ, ამას არავინ არაფერს აღარ მიაჩნია. ჩვენ რამდენი და ვილაპარაკოთ. თუ კონსტიტუციაში ცვლილება არ შევიდა ესეთი რასაც მე გეუბნები. არ შეიძლება ვწდები, მაგრამ სიმართლეს გეუბნები ერთი უბრალო ადამიანი. მადლობა ამ მოსაზრებებისთვის. სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ თქვენს, მართლაც ესია, ფეოდალიზმი დავაბრუნეთ. ქვეყანაში ფეოდალები გვყავს და რეალურად მართალს ვზანებთ თქვენ. მე რამოდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და იმ პარლამენტებში იყო მილიონებიც თავისთავად ცხადია და ბევრი და ვიღაცას რო ძალზედ ბევრი მილიონი ქონდა, მაგრამ იყო დეპუტატთა ნაწილი, გარკვეული ნაწილი და ეს არ იყო ერთი და ორი კაცი, უფრო ბევრი იყო, რომლებიც არ იყვნენ ესეთ ფუფუნებაში, ვერ იშოვეს ეს მილიონები და ფულსაც აი ჩვეულებრივად 200, 300, 500 ლარის ფარგლებში ზოგჯერ სესხება ჭირდებოდა და მე ამის მომსწრე ვიყავი და დღეს ალბათ დეპუტატს ვერ დამისახელებთ აი ამ ქართული ოცნების პარლამენტში, რომელიმე დეპუტატიც მილიონერი არ იქნება. ყველა მილიონერია იყო ის დეპუტატი რომ გახდა, მაშინ ფულის პატრონი თუ არ იყო, დღეს ყველა მილიონერები ესენ ზოგს ძალზედ ბევრი მილიონი აქვს, ზოგს შედარებით ცოტა, მაგრამ მილიონერია მაინც უყველა და ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფცია აქვს ქვეყანაში. მე მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ მართალს ვზანებთ ბატონო, თქვენ რაღაც შემაკავებელი არის საჭირო. როგორღაც ან სამართლიან არჩევნებს უნდა ვაღწევდეთ, ან მართლა ეხლა თქვენ იცით ქვეყნები, რომ პრეზიდენტებს აქვს აკრძალული 2 ვადაზე მეტით პირდაპირი არჩევის წესი, რაღაც ამდაგვარი შეიძლება საჭირო იყოს ჩვენ ქვეყანაში, არა მარტო პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირ წესით საღადა გვაქვს, ესიც გააუქმა ქართულმა ოცნებამ ეს მიღწეული მიჯნა, პარლამენტს ვირჩევთ და ეს პარლამენტიც ისე უნდა ვირჩევდეთ, რომ რაღაც 2 თუ 3 ვადის შემდეგ აღარ იყოს რეალურად უფლება იმისა, რომ ავირჩიოთ. აი კიდე ერთი ზარია ეთერში და შემოუშვათ.
გაგვეთიშა მგონი რთულია მართლა ვითარება თუ რაღაც ნაბიჯები არ გადაიდგა მაგრამ დღეს აი რა მიჯნაზეც ვართ ეხლა როდესაც თქვი რომ შეწყვიტა ყოველ შემთხვევაში დროებით მცირე ხნით დიდი ხნით შეჩერებულია პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ გთვლის ლეგიტიმურ ხელისუფლებად ევროკავშირი თვლის რომ არჩევნები გააყალბე ეხლა ხელისუფლებისგან სიჯიუტე კი არ არის საჭირო მე არ მინდა ეხლა ჩაუღრმავდე იმ საკითხებს რასაც ქვია არჩევნები გაყალბდა არ გაყალბდა გვაქვს ქვეყანაში კრიზისი ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ თქვათ ხელისუფლება თვლი რომ შენ არჩევნები არ გაგიყალბებია მიუხედავად ამისა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია გონიერი ხელისუფლება ეძებ უკვე ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას როცა ასეთი ალტერნატივის წინაშე დაგაყენა მთელმა მსოფლიომ რომ არალეგიტიმურად ხედავ და თვლი რომ ესე იგი სანდოობა ევროკავშირის არა გაქვს და შენ თვლი რომ შენი მოსახლეობის ნდობა გაქვს მაგრამ ეჭვი აქვთ იმათ და უსაფუძვლო ეჭვი ევროპას თუ ამერიკას თუ სხვა ქვეყნებს იმასთან დაკავშირებით რომ შენ სანდოობა მოსახლეობაში არ გაქვს ამ კუთხით მაინც გადადგი ხელისუფლებამ ნაბიჯები და თუ პირდაპირ არჩევნების დანიშვნას არაპირებ არჩევნების გზით ამ კრიზისიდან გამოსვლას გუშინ ჩვენი პარტიის გენერალურმა მდივანმა ქარბატონმა ირმა ინაშვილმა წერილი გავცელდა ჩვენი პარტიის და ქალბატონი ირმას სახელით განცხადება, სადაც ჩვენ ხელისუფლებას მოუწოდეთ ამ კრიზისის დაძლევის ერთი მიმართულებისკენ, თუ ხელისუფლება ამას ყურად იღებს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება დიდი იმისა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ საქართველოში და მე მგონი მსოფლიოშიც არავის გაურისკავს ასეთი მასშტაბის გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა 2019-ში დავიწყეთ და 20-ში დასრულდა, რადგან ერთი პარტია ასრულებდა ახორციელებდა ამ პროცესს. გამოვიკითხეთ 1,200,000 ჩვენს თანამოქალაქეზე ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელი 1,200,000 კაცი სატელეფონო გამოკითხვა მაქვს ხედველობაში და აუდიო ჩანაწერს ვახორციელებდით. კანონის სრული დაცვით ვახორციელებდით აუდიო ჩანაწერს, სხვადასხვა კითხები იყო იქ ევროკავშირთან დაკავშირებით, პარტიის რეიტინგთან დაკავშირებით იყო საკითხები, რამდენი ვის სურდა ვთქვათ ევროინტეგრაციის საკითხი და მაშინ აქტუალური იყო ნეიტრალიტეტის თემა, აი ნეიტრალიტეტისთან ერთად ევროინტეგრაციის შენარჩუნება, პარტიების რეიტინგი და სხვა რამოდენიმე კითხვა იყო კიდე. 900,000 აუდიო ჩანაწერი დავდეთ უნიკალური, რაც ნიშნავს ახლა მე როცა უნიკალურს ვამბობ უნიკალური აუდიო ჩანაწერი რომელიც აი პროგრამამ თვითონ კომპიუტერულმა პროგრამამ ყველა ხმა გაარჩია ერთმანეთისგან და 900,000 უნიკალური ჩანაწერი ნიშნავდა იმას რომ 900,000 სხვადასხვა ქართველი საუბრობდა ამ გამოკითხვის დროს 900,000 სხვადასხვა ადამიანი პასუხობდა შეკითხვებს ასეთი მასშტაბის გამოკითხვა არ ჩატარებულა და ეს გამოკითხვის შედეგები ჩვენ გადავეცით ევროკავშირსაც გადავეცით საელჩოებს ეუთოს ხელისუფლებისთვის წვდომა ქონდა ამ საკითხებს მაშინ ხელისუფლებისგან დიდი რაღაც რეაგირებები ამ საკითხს არ მოჰყოლია გვაქვს ასეთი გამოცდილება ჩვენ არ ვამბობთ რომ პატრიოტთა ალიანსმა ჩაატაროს ეს ვამბობთ რომ ყველამ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავრთოთ ამ პროცესში ადგილობრივი ორგანიზაციები ჩავრთოთ არასამთავრობო ყველა პოლიტიკური ძალა ქართული ოცნება იყოს მონაწილე ამ პროცესის და თუ ჩვენ დაახლოებით 1,500,000 ადამიანს გამოვკითხავთ და 1,500,000 ადამიანის აზრი გვეცოდინება, რამდენად ენდობა ამ ხელისუფლებას. თავისთავად ცხადი ეს უკვე მოცემულობად იქნება მიღებული ევროკავშირისთვის, მოცემულობად იქნება მიღებული ჩვენი საზოგადოებისთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის და ყველასთვის. თუ 1,500,000 ადამიანს გამოვკითხავთ და მათი უდიდესი ნაწილი ამბობს იმას, რომ ამ ხელისუფლების კურს ენდობა, ამ ხელისუფლებას ენდობა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაუტარდა, აღარ იქნება საჭიროება იმისა, რომ განმეორებითი არჩევნები ჩავატაროთ და მოცემულობად უნდა მიიღოს ეს ევროკავშირმაც და ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობების აღდგენა უნდა დაიწყოს და მოცემულობად ეს უნდა მიიღოს ნებისმიერმა ქვეყანამ და ქვეყნის შიგნით მოსახლეობამ ოპოზიციურად არის განწყობილი თუ ხელისუფლების მომხრეა
და ხელისუფლება თუ ახლა მაინც ეყოფა გონიერება მას და ამ საკითხებით დაკავდება და ამ ჩვენს ინიციატივას, რომელიც გავაჟღერეთ გუშინ, აიტაცებს და როგორღაც ამ ინიციატივის მხარდამჭერი გახდება და შეეცდება რომ ხორცში შეასყას ამ იდეას, ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი გზა იმისა რომ ჩვენ ის კრიზისი დავძლიოთ, რომელშიც ვართ. ზარი ეთერში მოусმინოთ და გავაგრძელოთ ისე. ალო. დიახ. ალო. გისმენთ ბატონო. გამარჯობათ ბატონო გოჩა. გამარჯობათ. მე თქვენ გიცნობთ, თქვენ ცოტა დიდი ვართ, მაგრამ თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. მე მაინტერესებს, ნუ არ ვიცი ახლა ნაციონალებს ვერ შევადარებ ამ მთავრობას, მაგრამ ცოტა მეტი კარგები რო იყვნენ, მე მერთმა დამიფაროს, არავის განკითხვას არ შეუდგები. და ისა არ მიყვარს მე განკითხვა, მე 2 წლის ვიყავი რომ ვეზიარებოდი და არ ვარ ესე გაზბილი. განკითხვა არ გინდა, მაგრამ ხილება ამ მთავრობისით შეიძლება და სხვისიც. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ცოტა მეტი უნდა იმოქმედონ. ცოტა მეტი უნდა იმოქმედენ და სხვანაირად უნდა მოიქცნენ. დიახ, მართალს ბრძანებთ, ხელისუფლება ტყუილში არ უნდა აცხოვრებდეს თავის მოსახლეობას. ნუ არ ვიცი, მერტი გასჭირს, რომ ცოტა მეტი შეუძლიათ და არ აკეთებენ. ტყუილში არ უნდა. მე რა მაინტერესებს? რატო აი პენსიონერებს რატო ხოცავენ შივრებს? ეს კითხვა. დიახ. მესმის. პენსიონერებს რატო ხოცავენ შივრებს? 1 ლარიანი წამალი რო 10 ლარი ღირს. ნუ თუ ქვეყნისთვის მარტო არის აფთიაქების მესვეურების არსებობა. იმათი ჭამა, იმათი მილიონები. საშინელება პესპეში რას, ნუ ამ აფთიაქებში რაც ხდება. ძალიან ცოდვები ვართ, ჩემო სიცოცხლე. ძალიან ცოდვები ვართ რა. არ ვიცი, მე 450 მაძლევ, რა თქმა უნდა, დიდი ქალი ვარ, 75 წლის, მაგრამ არაფერში მარტო წამლებში. შვილები რო ამყავდეთ, ერთი შვილი მყავს და სიძე დაიღალა უკვე ჩემი ყვებით. არ უნდა მქონდეს მე იმის საშუალება, მე დასასვენებლად წავიდე, სვანი ქალი ვარ, სვანეთში წავიდე, მაგრამ არანაირი პრასვეტი არ არის. მარტო წამლების ის რას მეყოფა, ის ჩემი შვილი მყიდულობს. იმას თორე მე რას მეყოფა, მე ის ფული წამლებში. და როგორ შეიძლება ასე არსებობდეს ყველა პენსიონერი? რომ ვამარაგებდეთ მარტო აფთიაქს. მესმის თქვენი პრობლემები, იგივე პრობლემა აწუხებს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, პენსიონერს ხომ თავისთავად ცხადი აწუხებს, არც სხვები არიან დალხინებულ მდგომარეობაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ერთადერთი დალხინებულად ვისაც ხედავთ ხელისუფლებას და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, აი თქვენ პენსიონერი ბრძანდებით ეხლა და აშკარად ჩანს, რომ მოღვაწეობდით მთელი ცხოვრების მანძილზე და დამსახურებულ პენსიაზეც გახვედით, მაგრამ ვერ დააგროვეთ ისეთი სოლიდური თანხები, რომელიც ასაკში ყოფნის დროს წაგადგებოდათ. რატომღაც ისი აღმოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებაში მყოფების დედა, მამა, სიდედრი, სიმამრი, ყველა მილიონერები იყვნენ, ყველა მილიონები დააგროვა და დღეს ესენიც მილიონერები რომ არიან გამხდარი, გვეუბნებიან, რომ იქ დედა მაჩუკა, მამა მაჩუკა, პენსიონერმა დედამ, პენსიონერმა მამამ, პენსიონერმა სიდედრმა, პენსიონერმა სიმამრმა აჩუქეს და დაუტოვეს მილიონები და რა ვიცი, აბა ჩვენ ამ მოსახლეობაში ესე მასობრივად მილიონად გამხდარ ადამიანებს ვერ ვხედავთ. ხელისუფლება არ უნდა ატყუებდეს თავის მოსახლეობას,
მართალს ვძანებთ პენსია უნდა იყოს ღირსეული, რომელი პენსიითაც ადამიანი შეძლებს ცხოვრებას და არა ის რომ ისიც ტყუილია რომ სადღაც 244 ლარი თუ 250 ლარი არის საარსებო მინიმუმი. არ არის ეს საარსებო მინიმუმი 250 ლარად ადამიანი რომელსაც უკვე ასაკი გაქვს და გარკვეული დაავადებები დააგროვებს ამასაკთან ერთად და იმ დაავადებებს წამლებით მიხედვა ჭირდება და ექიმთან კონსულტაცია ხშირ შემთხვევაში კიდე თან ეს ამ ყველაფერს გაწვდე და კიდე ნორმალურად იკვებო, შეიმოსო, აღარ არის საუბარი იმაზე, რომ როგორ წახვიდე კინოში, თეატრში, რესტორანში თუ შეიძინო რაღაც სხვა მქონება, ამაზე აღარ არის საუბარი, ამას ვერ ახერხებ ადამიანი თავის თავად აი 250 თუ 450 ლარი ზარია ისევ ეთერში და მოусმინოთ. გამარჯობათ. პატივცემლიას და ერთი შეკითხები მაქვს. ნუ რა თქმა უნდა, სწორი აზრია, ეგ თქვენი იდეა რო თქვით, რომ გამოკითხა რო ჩაატაროთ. მაგრამ აქ ერთი პრობლემა, მე ამ მთავრობის არ ამჯერა, მე მგონი უარ სიტყვია. მაგრამ ღმერთმაქნას თქვენ რო არჩევნებში იღეთ მონაწილეობას და რო გახვიდეთ, ერთი ჩემი რჩევაა, აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაუწიოთ ითქვა ვერსიას გეუბნებით. გაითვალე, შეიძლება ეგ ვერსია გაითვალისწინოთ. ჩემი რჩევა რა, როცა არჩევნებში მიიღებთ ადგილობრივში, ხომ? აი ოცნების ხარჯს თქვენ უბრალოდ დაგელაპარაკებით, აი თქვენ პირადად პარტიის წევრები რო იქნებით ადგილობრივში, განგეობებში, სულ ხალხთან უნდა იყოთ. აი მანდ იქნება კონკურენცია იდეების და აზრების თქვენი პარტიის. ნუ ერთ-ერთ ვერსიას გეუბნებით, მიხვდით? ხალხთან თუ არ იყოთ, აი როგორც ეს გამგეობა კაც გაუჭირდება, მაშინ მიდიან გამგეობაში ხალხს, თორე გამგეობა კი არ მოდის ავარიულ კორპუსებს, კი არ ამოწმებს, რომ აი რაც ეხლა სადგურის მოედანზე მოხდა, როგორ არ გააკონტროლეს ეს. ერთ-ერთ მაგალითს გეუბნებით და ასეთი მაგალითები თქვენ ძალიან ბევრი გეკნებათ. და უფრო ხალხთან და ამიტომ მე მგონი ესე გაუწევთ ამ კონკურენციას მიხვდით აი ოცნების შორის თავია თქვენ რომ გახვიდეთ მე ხარს გიჭერ თქვენ და გუშინ და განხადებასაც უჭერ ხალბატონ იმას არ ამჯერა ოცნება მაგაზე ხელს არ მოაწეს მაგრამ თქვენ დიდი მადლობა რომ ცდილობთ რომ ერი რომ რაღაცა იმაზე მოვიდეს რომ რაღაცა საღიიდემა გაიმარჯვოს თქვენგან რა დიდი მადლობა ჩვენ მართლაც ამიტომაც საუბრობთ ამ გამოკითხვაზე რომ იქნება ამ გამოკითხვით დავინახოთ ხელისუფლებას რადგან დიდი იმედი აქვს იმისა და თვლის ალბათ არ ვიცი აბა აკაც ხო არ გვატყუებს თვლის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს ხარს და ენდობა მას ხო აი ეს გამოკითხვა თუ დაადასტურებს რომ ენდობა არავითარი ახალი არჩევნების საპარლამენტო არ იქნება ქვეყანაში საჭირო ვადამდე შეგვიძლია ოღონდ ეს გამოკითხვა უნდა ჩავატაროთ პირუტყველად ამიტომაც ვამბობ ხელისუფლება მონაწილე უნდა იყოს ამ პროცესის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა იყოს ორგანიზატორი აი ამ გამოკითხვის და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა უნდა მიიღოს კიდე მონაწილეობა მე ვთქვი რომ არანაკლებ 1.5 მილიონი ადამიანი უნდა გამოვკითხოთ ამ ქვეყანაში და ეს რიცხვები რატომ არის აღებული ყველაზე მეტი რაოდენობა რასაც არჩევნებში მიუღია მონაწილეობა თუ ხელისუფლებებს უჩვენებიათ რომ მიიღო მონაწილეობა ეს იყო 2.150.000 კაცი ხომ 2.150.000 კაცზე მეც არჩევნებში მონაწილეობა არასდროს არ მიუღია მიიღო თუ არ მიიღო თუ მიაწერა ხელისუფლებამ მე ვფიქრობ რომ ყველა არჩევნები მეტნაკლებად ჩვენთან ყალბდებოდა და აქაც ეს რიცხვიც ბევრია და არ იქნებოდა ამდენი არჩევნებში მონაწილე მაგრამ თუნდაც 2.150.000 ყოფილიყო აქედან 1.5 მილიონის აზრს თუ ჩვენ შევისწავლით ფაქტობრივად ცხადია ეს არ იქნება რაიმე მეთოდოლოგიით დასათვლელი საკითხები უკვე ეს არ იქნება გამოკითხვა ისეთი და კვლევა რომელსაც მეთოდოლოგია ჭირდება ცალკე და რამდენ პროცენტიანი სიზუსტით არის ეს გამოკითხვა ჩატარებული ამაზე იმსჯელოს ვინმე როცა 1.5 მილიონი ადამიანის აზრი საქართველოში არის დაფიქსირებული ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით იმ აზრზე არის ძირითადად ერი და ეს უნდა ვიცოდეთ ამიტომ თუ ნდობას 1.5 მილიონი გამოკითხვა
კითხულიდან უდიდესი ნაწილი აცხადებს ამ ხელისუფლების მიმართ, ეს მოცემულობად უნდა მივიღოთ ჩვენც და სხვამაც. თუ ეს ნდობა ძალზე დაბალია და დავინახავთ ასეთ გამოკითხვის შედეგად, მაშინ ხელისუფლებამ ჯიუტობას თავი უნდა დაანებოს, არ უნდა დაღუპოს ქვეყანა, არ უნდა მოაქციოს იმ იზოლაციაში, რომლისკენაც უკვე მივდივართ და კეთილინებოს და უნდა ჩაატაროს არჩევნები. ეხლა ჩვენ ყოველ ხელისუფლებას რაზეც გვესაუბრება ძირითადად, რომ აი ხელისუფლებას რაც აწუხებს, არა ის ქვეყნის განვითარება როგორი იქნება. ყოველთვის ეს ხელისუფლება გვესაუბრება იმაზე, რომ მას თურმე აი ამ ხელისუფლების გადაგდება უნდათ 4-ჯერ უწყობდნენ რევოლუციას. მეტი არაფერი, ესე იგი ამ ქვეყანას რა ელოდება და ქვეყანა როგორ იქნება, ამაზე კი არ არის საუბარი. აი იცით 4-ჯერ უნდათ ჩვენი გადაგდება რევოლუციის გზით, ამას გვეუბნება ხელისუფლება და ამას განიცდის ძალიან მტკივნეულად. ამას ერიდება, ესე იგი ხელისუფლება მოგეზილია იმისთვის, რომ როგორღაც თავის თავი შეინარჩუნოს მხოლოდ ძალაუფლებაში და ეს არ არის ნორმალური კაცო. ხელისუფლება ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს, ამ ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა ზრუნავდეს, გუშინაც ეხლა აი საუბრობდა ქვეყნის ხელმძღვანელები საუბრობენ იმაზე, რომ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული თურმე და ისეთი ქვეყნისთვის, რომლებსაც ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არავის არ უხსენებია პრიორიტეტებად. ახსენეს ეკონომიკის განვითარება და ასეთ საკითხები, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ტერიტორიები დაკარგული ქვეყნისთვის, რომ უმთავრესი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს და კონსტიტუციაში ნაცვლად იმისა, რომ ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციაა ჩვენი მიზანი, ამის ჩაწერის ნაცვლად 2017 თუ 18-ში ის რომ უნდა ჩაწერილიყო, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ქვეყანამდე, ესაა უმთავრესი მიზანი. ამაზე ჩვენ საუბრობდით, მაშინაც ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, მაგრამ არ დაგვიდევდა არაფერს და დღეს რა მივიღეთ? დღეს მივიღეთ ის, რომ კონსტიტუციის 78 მუხლში გვიწერია, რომ ქვეყნის ყველა კონსტიტუციური ორგანო და მისი წარმომადგენლები თავისუფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომას უნდა ატარებდეს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან მიახლოებისთვის. აი ეს არის კონსტიტუციის 78 მუხლის მოთხოვნა. კონსტიტუცია ქვეყანაში და ყველა ქვეყანაში არის უზენაეს კანონი, რომელსაც ყველა ადამიანი თუ ყველა სტრუქტურა უნდა ემარჩილებოდეს და დღეს რაც ხედავთ. დღეს ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, ყველა რგოლის წარმომადგენლები, ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, ეს იქნება მთავრობა, ეს იქნება პარლამენტი, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურები თუ სხვა სამინისტროები, ყველანი გვესაუბრებიან იმაზე, რომ რამდენად ცუდია ევროკავშირი, რომ ევროკავშირი ჩვენ გვაშანტაჟებს, რომ ევროკავშირი ძალზე ცუდია და რომ ევროკავშირს არ სურს ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სიკეთე, რომ ევროკავშირს სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დასჯა, აი ამაზე გვესაუბრებიან და არათუ, ესე იგი იმ ნაბიჯებს დგამენ, ევროკავშირის მოთხოვნებზე ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ, იმიტომ რომ ეს მოთხოვნები რაღაც ისეთია, რომელიც მიუღებელია მათთვის, შეიძლება 8 მოთხოვნა რომ არის, ადგედა თუ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის არის ის საკითხი, რომ ქალია და ერთსქესიან ქორწინება საქართველოში არ უნდა გქონდეს და რომ კაცია, შეგიძლია რომ ბოლო-ბოლო ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რასაც გთხოვენ, ის გააუქმო და ეს ერთი პუნქტი დატოვო. ეს ერთი პუნქტითაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, დანარჩენი პუნქტების შეცვალო კიდე იმ 8 მოთხოვნიდან რა არის. და აი ასეთი საკითხებით რაღაც მიდგომებს პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, ვინმესთან დიალოგში შედიოდე. ის კი არა განცხადებებს აკეთებდე, რომ ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. თუ ეს ღირსეულად თუ ჩაგვთვლიან და ნორმალური დიალოგი იქნება. რას ქვია რომ დიალოგისთვის მზად ვარ და რომ ვატყობთ ყველა საკითხზე, რა საკითხზეც დიალოგისკენ მოუწოდებდით ევროპის სტრუქტურებს, ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებას, ყოველთვის სურვილი გაქვთ იმისი, რომ თქვენ რა კანონზეც, ან თქვენს მიერ რა გადადგმულ ნაბიჯზეც გესაუბრებიან, თქვენ უნდა გითხრათ, რომ კი, თანახმავართ ეს იყოს, კრიტიკულად კი არ უნდა შევხედოთ ამას. უნდა დაგეთანხმოთ ყველაფერში და ამ შემთხვევაში მოდიხართ დიალოგზე. სხვა შემთხვევაში არავითარ დიალოგი არ გინდათ. და თუ პირდაპირ ყველაფერს ვიზიარებთ, თქვენსაც რაღაც მინდა თქვენთან დიალოგი მოგყვები მაშინ. მაგრამ რომ არ არის გასაზიარებელი არც ჩვენთვის, არც ევროპისთვის აღმოჩნდა გასაზიარებელი საკითხები ამან მიგვიყვანა ამ ზომამდე და როგორღაც თქვენ უნდა დაფიქრდეთ ცოტა კრიტიკულად იმაზე, რომ ყველაფერს ესე ერთადერთი ყველაფერზე სწორი, საღი, ჭეშმარიტი
აზრი და ჭეშმარიტი ქმედება თქვენ როგორ აგაქვთ კაცო იქნებ რაღაც გეშლებათ იქნებ რაღაც უკმარისობის გზნობას თქვენი მოქმედებები არ გიტოვებთ იქნებ დაგაფიქროთ ამაზე ვინმემ რაიმე მოვლენამ იმან მაინც დაგაფიქროს რომ ქვეყანა სრული იზოლაციისკენ მიდის და არც ერთი მიმართულებით ვერც ერთ სახელმწიფოსთან რეალურად თქვენ ვერავითარი კავშირი ვერ გაქვთ აი ზარი ეთერში კიდე და უპასუხოთ და გავაგზავნოთ შემდეგ ალო დიახ ალო გისმენთ ალო გისმენ ეხლა მე პრიმიარ სტუდია რომელი მოსწრაფი და ინო და ლაპარაკობს ეს პროგრამატორი და ისა ვისაცხვა გამიწა გავაკეთე ნაო სტრასიათას ნო ისა ან დემოკრატი პარტია არის პროგრამატორი არ მესმის არაფერი არის მოდო ხმა ვერაფერი გავიგებ აპატიეთ რომ მოგვიწია გაგვეთიშა ზარი რადგან ტექნიკური ხარვეზი იყო და არაფერი მესმოდა და აი ხელისუფლებას გეუბნებით იქნებ რაღაც თვითკრიტიკა აი ესეთი მექანიზმი ჩართოთ დაფიქრდეთ რაღაც გაანალიზოთ რას ამბობთ ხალხო დღეს გეუბნებით რომ ვიზა ლიბერალიზაცია რომ არ გვაძლევენ და რომ უკვე შეიძლება შეგვიწყიტონ ეს უკეთესია რომ ვიზა ლიბერალიზაცია ის სიგლახეც მოიტანა რასაც მიგრაცია ქვია და მიგრაცია ამან მოიტანა და მაგალითებიც მოყავთ ბალტიის პირეთის ქვეყნების რომ ის ქვეყანა 600,000 მანდატოა თურმე ეს ქვეყანა 400,000 მანდატოა არ შეიძლება ასე საუბარი ამ ქვეყანას სჭირდება ევროინტეგრაციაც ამ ქვეყანას სჭირდება ვიზა ლიბერალიზაციაც ამ ქვეყანას სჭირდება უკეთესი ხვალინდელი დღე ამ ქვეყანას სჭირდება ტერიტორიულიანობის კუთხით ნაბიჯების გადადგმა რომელსაც ვერ მოახერხებთ პირდაპირ დიალოგის გარეშე ცხინვალთან სოხუმთან თუნდაც მოსკოვთან და მათ შორის ბრიუსელთან და ვაშინგტონთან საუბრის გარეშე და ამ ქვეყანას და მის მოსახლეობას სჭირდება ყველა ის სიკეთე რაც შეიძლება 21 საუკუნეში მიიღოს ადამიანმა და ამას ჩვენ ვერ ვიღებთ და პერსპექტივაც არ არის ამისი ასეთი მოღვაწეობის პირობებში ასეთი იზოლაციის პირობებში ზარი ეთერში და შემდეგ დაგიბრუნდები ძმალობა მეორეჯერ რომ მაძლევთ უფლებას ლაპარაკეს გისმენთ ეხლა კომუნისტების დროს როცა ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა მე მახსოვს მე მომსწრე ვარო აი რამე დიდი საპრობლემო გადაწყვეტილებას რო იღებდა მთავრობა საქართველოს მთავრობა მეცნიერებას ეკითხებოდა მცოდნე ხალხს ეკითხებოდა კაცებს ყველას ეკითხებოდნენ და მე რაღაც საშუალო რაღაცა იმას ოქროშუალებს გამონახავდნენ და კანონს მიიღებდნენ და ესენი მე არ ვიცი აპარტამент ღმერთმა არქნას რომ 31-ში ევროპა მოარი თქვას განხილვას იმიტომ მე რაც გუშინ პრემიერ მის უსმინე ცოტა გაოცებული ვარ კაცმა უკითხვა მე უსმინე გუშინ პირადად რომ თუ გაუქმონ ევრო ეს ვიზები და ისა ეკონომიკა ჩვენ არ დაგვეცევავ წინ მივდივართო მაგრამ ეხლა მე რო ყოფილიყავი აშულა შევგიოს ან კაცო ევროპაში რომ მიდის აქედან უვიზოთ და იქაც რა ვყოთ და რა თქვა იცი ცოტა რიში დაადგებიანო დრო გაიწევდება ეგრე საუბარია მე არ ვიცი ან ისე თქვა უნდა შეიკრიბოთ პარტიები და ამ წერილით მიწეროთ 31 აგვისტომდე რაშვებით მთავრობა ეხლა ღმერთმა არქნას ქრისტიანული ერივათ მათი ქრისტიანობა გაგვაჩინა და ეს არასამთავროები ეს რასაც ითხოვენ ევროპას ცოტა ეკანონი მე დარწმუნებული ვარ ევროპა ამაზე დარტყდება იმიტომ 3000 წლით როდივა ჩვენ ქრისტიანობამ გადააჩინა და დარწმუნებული ვარ რომ ამ კანონზე ევროპა დაგვეთანხმდა მაგრამ ესენი იძახიან რო ის ლურჯები არაო და რადიკალურად ფუტკრტოპრივად უნდა განიხილოთ ერის შტატში 31 მესე ვფიქრობ თქვენ წინაშე თქვენც უნდა იყოთ რგვალმაგიდაზე მე ეგრე ვფიქრობ ყველა ერის ხალხი უნდა იყოს და პირდაპირ რეპორტაჟი ავიგებთ
ვინ არის აქაური და ვინ არის იქაური, აი პირდაპირ გეტყვით. მე მას უბრალოდ დიდხად ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის. მადლობა თქვენ ამ პრობლემებით დაინტერესებისთვის, თქვენეული მოსაზრების გამოთქვისთვის, გეთანხმებით ბევრ რამეში. ხელისუფლება მართლაც უნდა საზოგადოებასთან ერთად უნდა იყოს ჩართული იმ პროცესებში, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, ცხოვრება და საზოგადოება აყენებს კანონის მიღების თუ შეცვლის აუცილებლობას და დღეს ჩვენ ვიღებთ რას გაახსენდება ვიღაცას ხელისუფლებაში რომ მოდი ეს კანონი ასე მივიღოთ ამით ჩვენ დავაზღვევთ ჩვენ თავს არავინ მოგვიწყოს რევოლუცია და ასე შემდეგ რაღაც ისეთ კანონებს იღებენ რომელიც ამ საზოგადოებისთვის მიუღებელია შემდეგ ეს კანონები მიუღებელი ხდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ერთობლივად შევდივართ ისეთ ჩიხში და გამოვალ მდგომარეობაში როგორშიც დღეს აქვს ქვეყანა არ შეიძლება ეს ასე აი მე კონსტიტუციაზე ვსაუბრობდი ახლა კონსტიტუციის 78 მუხლზე რომელ მუხლშიც გვიწერია ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ საკითხების შესრულებისკენ უნდა იყოს მოწოდებული ყველა სტრუქტურა, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ კონსტიტუციის, აი ქვეყნის უზენაესი კანონის დაარღვევას ხელისუფლების წარმომადგენლების და საკონსტიტუციო სხვადასხვა შტოების მიერ, როცა ყოველდღიურად ევროკავშირის ლანძღვაგვეწყვის გვესმის და ყველა ნაბიჯს დგამთ ყოველდღიურად მყარ ნაბიჯს დგამთ იმისთვის, რომ როგორმე დავცილდეთ ევროსტრუქტურებს და ევროკავშირს. ნუ ნატოზე ახლა თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენი პერსპექტივა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და ამაც წლეულების მანძილზე არ იყო და ეს მუხლი ტყუილად იყო მოხვედრილი ამ კანონში, მაგრამ ერთ რამეს მინდა მე ხაზი გავუსვა. თუ კაცო აღარ მიდიხარ ამ ევროპისკენ რომ მატყუებ და მეუნები თან ევროკავშირისკენ მივდივარ ორ ფეხზე დგომით მივდივარ ღირსებით მივდივარ ღირსეულად მივდივარ სად მიდიხარ გეუნებიან რომ შენ ვერსად ვერ მოდიხარ ჩვენ არ გიღებთ და ოფიციალური განცხადებები გაგიკეთეს ქვეყანაში ავტორიტარული მართლობა გაქვს და ქვეყანა არადემოკრატიული გაქვს და ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ გივარგა სამართლიანი სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ გაქვს დაცული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისეთ ბევრი საკითხები ჩამოგვიწერეს იქ და თქვენ ამას არ ვსჯელობთ მარტო იმას გვიძახით რომ ევროპამ მოგთხოვათ ქალი კაცი იყოს და კაცი ქალი იყოს და აი ამ ერთსქესიანთა ქორწილების დაკანონება და ასეთი რამ მოგთხოვა არსად არ წერია ეს რომ ამას ითხოვენ თქვენგან მაგრამ მიუხედავად ამისა გააქვთ ეს 2-3 ტელევიზია რომელიც ტელევიზიითაც გადიხართ ფონს როგორმე ჩვენ შევანარჩუნდეთ ძალაუფლებაში და დაემხოს თუნდაც ეს ქვეყანაო მაგრამ ასე არ არის მე გეუბნებით რომ თქვენ არღვევთ კონსტიტუციას ყოველდღე არღვევთ კონსტიტუციას როდესაც ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას თან ერთადერთი შიში ამ ხელისუფლებას რაც აქვს არის ის რომ რევოლუცია არ მოახდინოს ვინმემ და რევოლუციური გზით ჩვენ არ გაგვაგდოს და ჩვენ არ წავიდეთ ამ ხელისუფლებიდან და აი ამისკენ არის თქვენი ძალისხმევა მიმართული ამ შემთხვევაში ამოიღეთ მაინც გაცხადებული პოზიცია რო გაქვთ რომ არ მიდიხართ ამ ევროკავშირისკენ და გვატყუებ თუ ეს ასე ცუდია ევროკავშირი გითხარი რომ ცუდია და გვეწოდინება რომ ქართული ოცნების ხელისუფლების კურსი არ არის ევროპული არ მიდის ევროკავშირისკენ ვინც არის თქვენი მომხრე გამოყვებათ ვინც არ არის თქვენი მომხრე ის არ გამოყვებათ და ცივილური ფორმით გადავწყვიტოთ ეს საკითხი თორე რა ხდება ეხლა ქვეყნის კანონს თქვენ უნდა იცავდეთ და ამ კანონში უზენაეს კანონში ჩადეთ მუხლი რომ ამ ყოველ მხრივ ყველა შტოს ვალდებულება გაქვთ რომ ევროინტეგრაციისგან დგამდეთ პოზიტიურ ნაბიჯებს და დგამთ ნეგატიურ ნაბიჯებს ესე იგი კონსტიტუციას არღვევთ და როცა ქვეყნის ხელისუფალი კონსტიტუციური ჩარჩოდან გადის აღარ მინდა ამ თემებზე ვისაუბროთ დაპატიმრება გაქვთ ყველაფერზე რაც გამოტალილი დაკლა სულ არ აქვს სურვილი თქვენგან ასეთ სადამსჯელო ღონისძიებების სხერფლი გაქვთ მაგრამ უკვე სხვა რა გზას ტოვებთ სხვა რა გზას ტოვებთ და მე დაიწყებთ რომ ვიღაც რევოლუციას გვიწყობდათ სულ არა ვართ მომხრე არც ერთი რევოლუციის ამ ქვეყანაში გვინდა ნორმალური სამართლიანი არჩევნები გვაქვს სურვილი იმისი რომ არჩევნების გზით სამართლიანი არჩევნების გზით შესაძლებელი იყოს ხელისუფლების ცვლილება აი ეს ვერ მიგვიღწევია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის რომ როგორღაც ამ ქვეყანაში მიიღწეს ის რომ ხელისუფლების შეცვლა შეიძლებოდეს არჩევნების გზით
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს ჩვენ ვერც ტერიტორიული მთლიანობის საკითხს გადავწყვეტ ვერც ამ ქვეყნის მოსახლეობას უკეთეს ხვალინდელ დღეს შევუქმნით და ვერაფერს ვერ შევუქმნით თუ ცუდი ხელისუფლების გადარჩევის საშუალება არ ხდება არჩევნებით და კარგი ხელისუფლების მხარდაჭერა თუ არ ხდება იგივე არჩევნების გზით მაგრამ რა ვქნათ ახლა ამის გაგონებაც არ გინდა თქვენი მუშაობის ერთადერთი სფერო და ერთადერთი მიმართულება და მთელ პროპაგანდას ამუშავებთ იმისათვის როგორმე თქვენი თავი ღირსეულად უღირსად არ აქვს მნიშვნელობა შეინარჩუნოთ ძალაუფლებაში იყოთ ჩაფლული ისევ ამ კორუფციის ჭაობში და იყოთ თქვენ მარადიულად ზარი ეთერში ისმენთ ბატონო ალო დიახ ასო გისმენ ბატონო შემოგვაწყო დიახ ძალიან დიდი კარგი პარტია პატრიოტთა ალიანსი ის პარტიის პარტია ხნაუსლა ჩვენ უნდა ვუწევთ პატავეში აბა კონტელევიზიო შემოგვიყვება იმ გადაცემებს შემოგვიყვება რა გადაცემებია ის გადაცემებს რა ისა უკვე პატრიოტული აუცილებლად ვიცი რავალი ადამიანები რომელიც გაწოლენ წელს არჩევნებზე ქალაქის და თავდება ხმას გაძლევს ამოდით უფრო ამაზად უფრო აღარ მესმის სხვა დაახლოებით გავიგე რომ უფრო გამოვიდეთ უფრო ლამაზად უფრო რაღაც არჩევნებზე გამოსვლაზე ალბათ საუბარი არჩევნებზე ბრძანებდით არჩევნებთან დაკავშირებით 17 ივლისამდე ვადა იყო ხელისუფლება მოაწყოს ასე რომ ვადა იყო განაცხადის გაკეთების წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავდით საარჩევნო ნომერსაც არა თუ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და შემდეგ იმ ელემენტარულ დაფინანსებასაც რომელსაც პარტიამ მიაღწია წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ამიტომ ჩვენ ეს განაცხადი გავაკეთეთ არჩევნებში 8 ნომრით მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩატარდება ეს თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება საერთოდ ძნელია დღეს ამაზე საუბარი 1-2 კვირაში გამოცხადდეს უნდა ასეთი არჩევნები მაგრამ იმ პირობებში რა პირობებში ჩვენ ახლა ვართ ეს არჩევნები საერთოდ ინტერესს იძენს მით უმეტეს როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გუშინ გვეუბნება რომ თვითმმართველობის არჩევნებს ეროვნული არჩევნების სტატუსი უკვე აღარ აქვს არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა ამ არჩევნებს არ აქვს არა და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ამ არჩევნებში და გვეუბნებიან რომ რადგან ყოფითი პრობლემები აქვს გადასაწყვეტი თვითმმართველობებს ძირითადად რომ პოლიტიკური მდგენელი ამ არჩევნებს საერთოდ არ გააჩნია არ არის ეს ასე ხელისუფლებას მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო გუშინდელი ჩვენ ინიციატივასთან დაკავშირებით ქალბატონი ირმაინაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით სადაც ვამბობთ რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი გზა არის თუ მასობრივად ისეთ გამოკითხვას ჩავატარებთ 1.5 მილიონი ადამიანისას აუდიო გამოკითხვას უნიკალურ ჩანაწერს დავდებთ 1 მილიონზე მეტი ადამიანისას რამდენად ენდობა ამ ხელისუფლებას და მის მოღვაწეობას სანდოობის პირობებში ეს მოცემულობად იქნება მისაღები ევროკავშირისთვისაც და ქვეყნის შიგნით მოხმარებისთვის ეს საკითხი თუ სანდოობის ეს ხარისხი არ დადასტურდება მაშინ ხელისუფლებამ რეალურად უნდა იზრუნოს იმაზე რომ სამართლიანი ადამიანელი არჩევნები ჩაატაროს დღევანდელი ჩვენი საეთერო დრო დასრულდა მე გემშვიდობებით საღამოს ისევ შევხვდებით ერთმანეთს